ეს, რასაც ჩვენ ვყრით, ნარჩენების სახით, შეიძლება მივცეთ ხელმეორე სიცოცხლე და შევქმნათ ძალიან კარგი პროდუქტი, რომელიც შემდეგ მოხვდება ისევ ჩვენს თეფშზე. ეს არის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპზე დაფუძნებული ძალიან მარტივი გზა. რაც შეეხება თვითონ ამ პროექტის იდეას, სოფლიოში არის ტენდენცია დღეს, რომ როგორ დავზოგოთ ეს ბუნებრივი რესურსი და როგორ მივცეთ ხელახალი სიცოცხლე. და აი ეს იდეა ზუსტად ამის განვითარებაა, რომ ბიოლოგიური ნარჩენები, რაც რჩება, აი მაგალითად ყავის ნალექი, იქ მწვანილის რაღაც ბოლქვები, კარტოფილის ნათალი და ასე შემდეგ, მოკლედ კი არ გადავყაროთ. ეს დავაკომპოსტიროთ, მივიღოთ ორგანული ნიადაგი, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ დიდ რაღაც შხამქიმიკატებს და სასუქებს. მიიღეთ მონაწილეობა იმაში, რომ ხვალ თქვენ თვითონ ჯანსაღად იკვებოთ და თქვენ თეფშზე მოხდეს აი ეს პროდუქცია. ჩვენ ასევე დავამატეთ 2 ველოსიპედი, რომელიც მოემსახურება ტურისტებს და ადგილობრივ ახალგაზრდებს. ასევე ეს არის კავშირში ამ იდეასთან, ვინაიდან ეს არის ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტი და ეს არის ტრანსპორტი გადასაადგილებლად ეკოლოგიურად ასევე სუფთა. აქ გავაკეთოთ ეს ვერტიკალური სიმეტრიული ბაღი, ბოსტანი, ასე ვთქვათ, სადაც ჩაითესება სხვადასხვა ბოსტნეული, მწვანილი და ზოგადად გვაქვს იდეაში, რომ თვითონ მომხმარებელმა აირჩიოს, ვთქვათ, რა უნდა, რისი სალათი უნდა და ის შემდეგ მოხდება მის თეფშზე. ორბელიანი მეტთან ერთად ვფიქრობთ აი ამ მშვენიერი იდეის განხორციელებას, ერთად დავზოგოთ ბუნებრივი რესურსი და ერთად გავაკეთოთ ძალიან მაგარი საქმე არა მარტო ლიმენასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც არის ლიმენას მომხმარებელი.